საღამო მშვიდობისა. ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან მოგესალმებით ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. მოხსნილი სოციალური დახმარება, სიღარიბე, უმუშევრობა, გურჯაანის სოფლებში მოსახლეობა გაუსაძლის ცხოვრებაზე საუბრობს. დღევარი, შეერდა და მწყურვარი. საძილი, კარტოფილი და ლობიო. ფაჩნაძიანში ეკლესიების აღდგენა მიმდინარეობს. იქცება თუ არა სოფელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად. ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ტურისტების დაინტერესება ძალიან ბევრია. ნასამხრალში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. მანქანა მოუსურდაო და დაეჯახა ხეს. რამდენად არის დაცული გზაზე უსაფრთხოების ნორმები, ტრენინგი ბავშვებისთვის და ჩვენი ექსპერიმენტი, იცავენ თუ არა მძღოლები წესებს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გზის გადაკვეთა მხოლოდ მაშინ შევძელით, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული. ტრაქტორის ხევში გადავარდნას ომალოში მსხვერპლი მოყვა. გზასაც და ტრაქტორი გადავარდა და ცოლი დაიღუპა. აფეთქება ასფალტის ქარხანაში. როგორია დაშავებული თანამშრომლის მდგომარეობა? ნაპირწყალი გავარდა და დაიგდა ცეცხლის სახელი. 8 ტონა ქერი 1 ჰექტარზე. რეკორდულმა მოსავალმა ქიზიყში პრობლემები შექმნა. რაზე ჩივიან ფერმერები? ფასები არის ძალიან მინიმალური და სტიქიური. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. უმუშევრობა, სიღარიბე და მძიმე სოციალური ფონი ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, კოლაქსა და ბაკურციხეში ჩვენი ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს გამოიკვეთა. მოსახლეობა შეწყვეტილ სოციალურ დახმარებაზე ჩივის. ნინო სამნიაშვილის რეპორტაჟი. ჩვენ კახეთის ყველა რაიონში ვატარებთ გამოკითხვას, როგორ ცხოვრობენ ოჯახები, რა პრობლემები აქვთ, როგორ ირჩენენ თავს. ახლა ვიმყოფებით გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში და აქაც ვაპირებთ, რომ სწორედ ასეთი გამოკითხვა ჩავატაროთ და გავიგოთ გურჯაანის რაიონში რა აწუხებს ხალხს. შეიძლება? გამარჯობა ქალბატონო. პირადად თქვენი ოჯახის პრობლემა რა არის? გაჭირვება, როგორც ყველას, უმუშევრობა, უფულობა. რამდენი ადამიანია თქვენ სახლში დასაქმებული? არც ერთი. აბა როგორ ირჩენთ თავს? ფიზიკურად მე ვმუშაობ და ეგ არის ყოველდღიურად მინდა. ინდორში რომ დავდივარ 25 ლარი. მაგითი ვარჩენთ ოჯახს, თორე სხვა არაფერი. ჩემი ოჯახის და ზოგადად მთელი მოქალაქეების დასაჭირი ის არის შვილო, რომ უმუშევრობა, დაუსაქმებლობაა და აქედან გამომდინარე ეკონომიური მხარე ხო იცი რომ განსაზღვრელია მაინც ასე თუ ისე დღევანდელ ყოფიერებაში. ჩემ ოჯახს ყველაფერიც უჭირს. 7 სულიანი ოჯახი ვართ განაცვალე. ერთი ბიჭი მუშაობს ამდენ ავადმყოფებს ვერც კი გვიძღვება. მუშევრობა, განაცვალე და უხელფასობა და უფულობა. გაჭირება. როგორ არჩენთ აბა თავს? აი როგორ ვარჩევ, ხედავ რომ ზივარ ეგრე. დღევარ ეგრე. შეერდა და მწყურვარი. სხვა არაფერი არ გვაწყობს, მარტო უმუშავრობა. გიცდიათ დასაქმება? მიცდია, მაგრამ წრუანება დიდი მაგ და არაო. ვინ გითხრათ არაო? 40 წლისევით არავინ არ იღებს. სად გითხრეს ეს? სულ ყველგან. ეგა თბილისში მუშაობდა წამოელა, აი ზივარ აიგრე. უმუშევრობა ხო პირველი პრობლემაა და მე დანარჩენი პრობლემა არის სიძვირე, ნინო. მედიკამენტები არის ძვირი, საკვები პროდუქტი არის ძვირი და ყველაფერი ხელმეუწვდომელი რა. უფულობა. შიმშილობა. პური პური ვიყიდა გვილა ხორცო როგორ ვიყიდი 11 ლარი ხორცი მე სად ვიმუშავ 11 ლარი და რა გავაკეთო პენსიაც არა გამოვედურა პენსია ვაგე წამას აგვიდო 25 ლარი წამაში ვაზე ვერ წამაში აი თვალებიდან ვეღარ ავხედავ წამლებზე რომ მივალ ხო საერთოდ 150 ლარია 300 ლარისას წამალს მიწერავენ და იძულებული ვარ არ ვიყიდო და არა ესე უწამლოთ თუ შემოსავალი მაქვს რა მიდის ու ექიმ წამალზე სხვა არაფერზე. თქვენი საძილი რა არის ხოლმე? საძილი, კარტოფილი და ლობიო. არც დახმარება იმაძლევენ მივედი იქა. ერთხელ ხომ მოგეცით მეორეთ აღარ შეიძლება. რა უყო რა ვქნა. პენსია გაქვთ მარტო შემოსავალი? კი, პენსია. რაში ყოფნით ეს თანხა? აი ხა გლეხები ვართ, ქათამი წიწილები არ ვიყოლიო. სხვა არაფერი დგევერთო. იმენქო ჭამა უნდა, არსებობა უნდა შულო. სიცხე გვაწუხებს, დაუსაქმებლობა არ გვაწუხებს. ყველა დასაქმებული ვართ, ოჯახში ვინც ვართ, ყველა დასაქმებული ვართ. ასე რომ რა ვიცი მე ახლა უცნაური შემოსავალი ყოფნით თავისუფლად? ყოფნის მეტნაკლებად. ახლა თავზე არ გადასდის არავის და ალბათ არც ჩვენ, მაგრამ ბაჭის ცხოვრება ერთი, დახმარება მქონდა მამის ხნე ერთი, აბა რა უნდა ვილაპარაკუნდე. ვაგე ქუჩაში მიდგია ბანკები და ყვავილები. ბილოდები უნდა მოვიდეს, აბა
ყვავილები მისრათ უნდა. ცოტა პენსია გაზრდილიყო, აი ამას უთხრობ. დღეს ჩვენ გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელში ჩავატარეთ გამოკითხვა. გამოიკვეთა, რომ მთავარი პრობლემა არის სიღარიბე და დაუსაქმებლობა. ადამიანების უმეტესობას მუდმივი სამსახური არ აქვს. სოციალურად დაუცველები ჩივიან, რომ დახმარება მოუხსნეს, ხოლო პენსიონერები პროტესტს გამოთქვამენ, რომ წამლების შესაძენა თანხა არ აქვთ, რადგან 150 ლარი საკვებშიც კი არ ყოფნით. ვაჩნაძიანში შუა საუკუნეების ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, რომელიც ბანკი ქართულს დაფინანსებით ხორციელდება, 10-მდე ტაძარი უკვე აღადგინეს. დაგეგმილი ასევე 35-მდე ეკლესია მონასტრის რეაბილიტაციაც, რაც მოსახლეობის აზრით ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა მანამდე აქ საგზაო ინფრასტრუქტურაც უნდა მოეწყოს. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ვერა იაშვილმა მოინახულა. გვიანდელი შუა საუკუნეები დათარიღებული ვაჩნაძიანის წმინდა გიორგის ტაძარი მალე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. აქ სარემონტო სამუშაოები ბანკი ქართულს დაფინანსებით დღეს დაიწყო. საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ისტორიულ ძეგლთა დაცვასა და გადარჩენას ისახავს მიზნად, ამჟამად ვაჩნაძიანში განხორციელდება. მე-14-მე-15 საუკუნეები დათარიღებულ ტაძარს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში სოფელში რეაბილიტაცია 10-მდე ტაძარს ჩაუტარდა, უკვე აღადგინეს აქვე ახლოს მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიაც. გურჯაანის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ვაჩნაძიანში 35-მდე ეკლესია მონასტერია და ეტაპობრივად ყველა გაკეთდება. ამ ეტაპზე მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის რესტავრაცია მთლიანად დასრულებული არის. ძეგლი თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით, აღდგენილი იქნა ლავგარდანი და კეთილი მოიწყო მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ინტერიერი. ეკლესია აღდგენილია თავისი თავდაპირველი სახით. ძეგლების სარეაბილიტაციო თანხა გამოყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართულ. შუა საუკუნეებით დათარიღებული წმინდა გიორგის და მთავარანგელოზის ტაძრები ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, თუმცა მისასვლელი გზა დაზიანებულია. ვაჩნაძიანელებს სურვილი აქვთ, რომ გზაც გაკეთდეს და ეს ისტორიული ადგილი ტურისტებისთვისაც საინტერესო გახდეს. ეს ტაძარი სოფლის ისტორიის გამაგრძელებელია, ძალიან კარგია, აღფრთოვანებული ვართ, რომ ეს აღსდგა. ეს ასე კი არ იყო, მთლიანად მიწაში იყო დაფარული. ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ტურისტების დაინტერესება ძალიან ბევრია, დიდია, მოდის ნაკადი, რომ უნდათ რომ ნახოთ. მაგრამ გზის გამო რომ გზა არ აქვს კარგი, უკან ბრუნდებიან და ამიტომ დიდი სურვილი აიქოთ სოფლის მაცხოვრებელს, მაქვს იმისი სურვილი, რომ გვერდში დაგვიდგეს რაიონის გამგეობა, ყველა ვისაც ხელი მიუწვდება ამ საქმეზე და აი ეს გზა რომ გაკეთდეს ისე მაინც რომ მანქანა შეეძლოს ამოსვლა, რომ ტურისტები ამოვიდნენ და მე მგონი აქ იმ ხელე შემოსავალი იქნება, რომ რაც ხარჯები იქნება, აი იმ ხარჯებს გადაფარავს. ვაჩნაძიანში ეს ადგილი იმითაც არის გამორჩეული, რომ აქვეა ცნობილი გამოჩენილი მოღვაწე ილარიონ კახის პალატები, რომელიც მე-19 საუკუნეებით თარიღდება. ვაჩნაძიანელებს მისი რეაბილიტირებაც სურთ. ეს მთლიანი კომპლექსი არის, აქ არის ეკლესია, წმინდა მარინეს ეკლესია, არის ისა მარიან ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია პატარა მცირე მოცულობის. მოდის უამრავი ტურისტი. აინტერესებთ ამ ყველაფრის ნახვა, მაგრამ აი ამ ცუდი გზის გამო უკან ბრუნდებიან. წმინდა გიორგის ტაძრის რეკონსტრუქციის შემდეგ მიმდინარე წელს ბანკი ქართულ რეაბილიტაციას ვეჯინის 9 საყდარს და ჯიმითის წმინდა გიორგის ეკლესიებსაც ჩაუტარებს. სოფელ ნასამხლალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხე შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილის მძღოლი. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. სწრაფად მოდენილა, ფაქტია, რომ სწრაფად მოდენილა და რავის მანქანა მოუცურდაო და დაეჯახა ხეს. სწრაფად მოდიოდა, ვერ დაიმორჩილა სატია და შეეჯახა, აღარა ფაქტს კიდე ხედავთ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები, რა მიზეზით ხდება ავარიები კახეთში? ამ საკითხზე დღეს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა. სემინარის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს ინფორმაცია ფეხით მოსიარულეებისა და მძღოლების უფლებების შესახებ მიაწოდეს. საინფორმაციო სახის შეხვედრას ჩვენი კორესპონდენტი ეთერ თეთრაძე ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ მან მცირე ექსპერიმენტიც ჩაატარა.
2014 წელს ბაკურციხეში ავტომობილმა ქვეითად მოსიარულე ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 2015 წელი 29 მაისი ჭანდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ბავშვი გარდაიცვალა. მსხვერპლით დასრულდა 22 იანვარს გურჯაანი თელავის მაგისტრალზე მომხდარი ავარიაც. დღეს ნასამხრელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს კახეთში მომხდარი ავარიების არასრული ჩამონათვალია. როგორც ირკვევა ბოლო პერიოდში ასეთმა შემთხვევებმა იმატა. ამის მიზეზი კი ხშირად გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევაა. სწორედ ამ საკითხზე საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა სოფელ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მასში მონაწილეობა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და მსახიობმა პაატა გულიაშვილმაც მიიღეს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, გათვალისწინებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, მათთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარება, რაც მიზნად ითვალისწინებს მათი უსაფრთხო ქცევის კულტურის გაზრდას და ზოგადად კახეთში საგზაო უსაფრთხოების ტრავმების თავიდან აცილებას. აქ მაინც მთავარი არის საზოგადოების ჩართულობა, რამდენად გაითავისებენ, იმიტომ რომ მით უმეტეს ესეთი ტიპის სკოლები, რომელიც გამავალ გზატკეცილზეა, ძალიან ხშირი შემთხვევებია და ვიცით ძალიან უბედური შემთხვევების მოსე. ტრენინგის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს ინფორმაცია ფეხით მოსიარულეებისა და მძღოლების უფლებების შესახებ მიაწოდეს. ერთ-ერთი საკითხი კი, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს, ზებრაზე გადასვლის და ღამით მოძრაობის წესებია. ვინაიდან ამ ბოლო დროს კახეთში ძალიან მომრავლდა ავარიები და არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში, რაზე დღეს ისაუბრა ბატონმა, ბევრი რამ არ ვიცოდით და ბევრი რამ გავიგეთ ძალიან და ამიტომ იყო სწორედ ეს ტრენინგი ღირებული. ამ ტრენინგში ჩვენ შეგვასწავლეს თუ როგორ უნდა დაგოცა ჩვენი უსაფრთხოების წესები, როგორ უნდა აგვიარა თავი ჩვენი დაზიანებისაგან და მე ამ ტრენინგიდან რა თქმა უნდა ვიცოდი ბევრი რამ, მაგრამ ასევე იყო ძალიან ბევრი სიახლეები და ძალიან კარგი იქნება თუ მომავალშიც სხვაგან ჩატარდება ასეთი ტრენინგები, რადგან ეს აუცილებელია ხალხის ინფორმირებისათვის. ეს ზებრა გადასასვლელია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ფეხით მოსიარულე გადადის, მას გზა ყველა სახის ტრანსპორტმა უნდა დაუთმოს. მოდით ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რამდენი ავტომობილი დაგვითმობს გზას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გზის გადაკვეთა მხოლოდ მაშინ შევძელით, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად მოძრაობის წესებს არა მარტო მძღოლები, არამედ ქვეითად მოსიარულეებიც არღვევენ. რაც შეეხება ზებრაზე გადასასვლელს, მათი დაკვირვებით ფეხით მოსიარულეებს გზას მხოლოდ სხვა ქვეყნის მძღოლები უთმობენ. არც მძღოლები, არც ის იგი ფეხის მოსიარული ხალხი არ იცავენ წესებს. გადადიან ეგეთ ადგილებში, სადაც არ არის დახაზული ზებრები, ეზარება ზებრასთან მისვლა და გადასვლა. გადადიან ეგეთ ადგილებში, სადაც მოკლედ რა. გადადიან და მძღოლები კიდე სწრაფად დადიან და არ აჩერებენ. მარტო აჩერებენ უცხოეთის მძღოლები. მე მგონი ნაწილობრივ კი. რა ვიცი, ხშირად მიწევს მგზავრობა ტაქსით, მარშრუტკით და რა ვიცი. მე მგონი კი. მეტნაკლებად ახლა რაღაც გამონაკლისებიც არის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვიცავ, რაც მე მეხება როგორც მგზავრი. ღვეც ვიკეთებ პირველ რიგში. გადასასვლელებში ხო რა თქმა უნდა, სანამ მოძრაობა არ გადავდივარ და რა ვიცი, როგორც წესია. ხალხი არ იცავს, ხალხი გადადის და ყურადღებას არ აქცევს მანქანებად. პირიქით მანქანას მანქანონ მოეძოს ხალხს და არა თვითონ ხალხი მოეძება. საგზაო უსაფრთხოების შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დღეს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ომალოში გომეწრის ხეობაში ტრაქტორი გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი 47 წლის მამაკაცი დაშავდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით დაზარალებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოფელ ომალოში იყო დაზიანებული მამაკაცი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ადგილზე გაემგზავრა 5 კაციანი სამაშველო ჯგუფი. მამაკაცი იმყოფებოდა ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში, ჩვენს მიერ იქნა გადმოყვანილი ქალაქ თბილისში და შემდგომში საავადმყოფოში. სხვა სოფელში იყვნენ წასულები ომალოდან მოშორებით ბოჭორნაში, იქიდან რომ მოდიოდნენ გზასაც და ტრაქტორი გადავარდა და ის
ზღოლი დაიღუპა. მაშველები დროულად დაგვეხმარნენ. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოვიდა თვითმფრინავი. აფეთქება ასფალტის ქარხანაში. როგორია დაშავებული თანამშრომლის მდგომარეობა? ნაპირწყალი გავარდა და დაიგდა ცეცხლის სახელი. 8 ტონა ქერი 1 ჰექტარზე. რეკორდულმა მოსავალმა ქიზიყში პრობლემები შექმნა. რაზე ჩივიან ფერმერები? ფასები არის ძალიან მინიმალური და სტიქიური. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში ასფალტის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებული თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით ვალერი ხარაიშვილმა სახის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. იგი მდინარიდან ქვიშას იღებდა, რა დროსაც ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა. თვითონ რაც ქოქავს ის ექსპლოდორს ის აფეთქებია და ბენზინი მისხმია და იქ ბიჭი ყოფილა გვერდზე ადიელა გადააფარა და ჩააქროა. კარგად იყო, სახე ქონა დამწვარი გაისა. ზღოლი უნდა დაეკოქა ტრაქტორის ის არის. მოტორი და ნაპირწყალი გავარდა და დაიგდა ცეცხლის სახელი. ბენზინზეა ის. რომ ავარდა ალი მე მაიკა წამოვახურე და ჩავარდა. დედოფლის წყაროში ალოობა დაიწყო, უკვე 2 კვირაა მინდვრებში ქერის ყანები გაიჭრა. ფერმერები რეკორდულ მოსავალზე საუბრობენ, მათი ინფორმაციით შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერი ბაჩუკი გონაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ამბობს, რომ ქერის ასეთი მოსავალი მას არასოდეს მიუღია, თუმცა ყურადღებას ფასის ვარდნასა და რეალიზაციის პრობლემაზე ამახვილებს. მისი თქმით, კილოგრამი ქერის ფასის 60-დან 30 თეთრზე დაეცა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჩანს. ამავე პრობლემებზე ჩივიან სხვა ფერმერებიც. ესეთი ხვავრიელი მოსავალი არ ყოფილა, როგორც ეს არის. მაგრამ დღეს ახლა ძალიან მწვავედ დადგა რეალიზაციის საკითხი, პროდუქციის. ქერის ფასი 60 თეთრიდან 30 თეთრზე დავარდა მომენტალურად, როგორც კი დაიწყო მოსავლის აღება. ეს ყველა ცდილობს ამ შემთხვევაში გლეხების გაჭირვებით ხალხს ესხები აქვს, კრედიტები აქვს აღებული, სასაწყობო მეურნეობა არ აქვს ორგანიზებული. ყველა ცდილობს რომ ძალიან იაფასად შეიძინოს ქერი მათგან და ამით საბოლოო ჯამში ისე ჩვენი ეკონომიკა ზარალევა. ფასები არის ძალიან მინიმალური და სტიქიური. და სამინისტროში მე რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს მუშაობა, რომ აი ეს პროცესი უფრო გულმოდგინედ იქნა შესწავლილი რეალიზაციის პროცესში, რომ სახელმწიფო ჩაერთოს და სუბსიდიებზეც არის მე მგონი ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა დონეზეა. გამშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე ხარჯების მიმართულებით დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის. ასევე დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თბილისსა და მის შემოგარენში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის. მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში აქტიურობისთვის სამინისტროებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. შემცირდა მხოლოდ მიმდინარე ხარჯები, ანუ არანაირი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ კაპიტალური ხარჯები, თქვენ იცით, რომ ჩვენ მუშაობთ დონორებთან და მათი თანხების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ კაპიტალური თანხებისათვის, დამატებით იმ თანხებზე, რომელიც ახლა გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში. მადლობთ, მე მგონი ეს ძალიან ნორმალურია და ეს შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც რომ გავკვეთებინა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება. ეს რა თქმა უნდა არის გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან სერიოზული კრიზისი მთელს რეგიონში და უკრაინაში რუსეთში ყველგან რთული ვითარება აქვს. და გამომდინარე ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვითარდეთ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 12 პირი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ გენადი კირკვაძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით დაარეგისტრირეს 10-ზე მეტი საწარმო. ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს, რა დროსაც დამატებით
წინასწარმეტყველითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების ანუ არ არსებული ჩასათვლელი თანხის დაფიქსირებით სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენეს 1,896,000 ლარის ზიანი. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი აღმოაჩინეს. არსებობდა ქლორის გაჟონვის საფრთხე, რის გამოც ჩატარდა რიგი ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების სპეციალისტებმა აღმოჩენილი ნივთიერება შემდგომი უტილიზაციის მიზნით უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს. აღმოაჩინეთ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე 2 ერთეული ქლორის სპეციალური კონტეინერი, რომელიც წარმოადგენდა დიდ საფრთხეს ქალაქისთვის. დღეს დილით გამთენიისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მოვახდინეთ აღნიშნული კონტეინერების ამოღება, რომელსაც გადავიტანთ უსაფრთხო ადგილზე, სადაც ჩაუტარდება შემდგომ უტილიზაცია. ბალხის პროვინციაში გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს. ქოითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები აღმოაჩინა. გამნაღმელებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმიდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული ასეულის პატრულირების მიზანი ბაზა მარმალის დაცვა საპატრულო რაიონის კონტროლი მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველმა სამხედროებმა ბაზა მარმალზე გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს. მოძიება ქონდა პატრული, რომელიც ემსახურება როგორც მოსახლეობის უსაფრთხოებას, აგრეთვე ემსახურება ჩვენი კოალიციური ჯარების უსაფრთხოებას, მათ გადაადგილებას. დამატებითი ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა იყო შემჩნეული სავარაუდო ID. მოხდა ჯგუფის გამოძახება, დამხმარე ჯგუფი მოვიდა ბიოდი ჯგუფთან ერთად, გამნაღმელთა ჯგუფთან ერთად, რა თქმა უნდა, მოხდა შემოწმება და ID არ აღმოჩნდა პეთქებად. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. ევრონიუსმა მორიგი სიუჟეტი კახეთს მიუძღვნა. ღრუბლებში იდუმალებით მოცული სინათლის სვეტი თვითმხილველმა დააფიქსირა. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობ. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2014 წლის თებერვალში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აიღო. ამის შესახებ თავად იანუკოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ტრაგედია უწოდა. იანუკოვიჩის განცხადებით კიევში მის ოპონენტებს არ უნდა განახორციელებინათ სამხედრო გადატრიალება და არ უნდა მომხდარიყო მემარცხენე რადიკალური ძალების ფორმირება. ვიქტორ იანუკოვიჩი 2015 წლის იანვარში ინტერპოლმა ძებნელთა სიაში შეიყვანა. უკრაინის მთავრობა მას მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაკავებულები არიან აქციის მონაწილეებით, რომელთა შორისაც რამდენიმე ჟურნალისტია. ამის შესახებ ტელეკომპანია დოჟდი სომხურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 2 დღის წინ დაიწყო. გუშინ კი მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ მათ შენობასთან მისვლის საშუალება არ მისცა. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1 აგვისტოდან შევა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა ქვეყანაში ძლიერი სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ გაავრცელა.
კახეთის საქართველოს ღვინის აკვანი ამ სათაურით აქვეყნებს მორიგ სიუჟეტს საქართველოს შესახებ ევრონიუსი. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, კახეთის საქართველოს ძირითადი ღვინის მწარმოებელი რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთით. ამ მხარეში ყურძენი 8000 წლის წინ გაშენდა, რამაც არქეოლოგთა თქმით კახეთი ღვინის აკვნად აქცია. ალაბერდის მონასტერში ყურძნის 104 ენდემური ნაირსახეობა იზრდება, ნათქვამია სიუჟეტში. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ კახეთში ვენახის მეპატრონეები ღვინის გარდა ჩურჩხელასაც ამზადებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებმა ინდიანას შტატის თავზე ღრუბლებში უჩვეულო ნათება გადაიღო. თვითმხილველი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოვლენა სისტემა HEP-ის გამოყენების შედეგად წარმოიქმნა. HEP ამერიკული სამეცნიერო კვლევითი პროექტია, რომელიც იონის ფეროებს და პოლარულ ციალებს იკვლევს. შეთქმულების თეორიის მომხრეები თვლიან, რომ სისტემა გამოიყენება როგორც კლიმატური იარაღი, რომლის დახმარებითაც გვალვას, ქარიშხლებსა და სხვა სტიქიურ უბედურებებს იწვევენ. 10 ივლისს რობი უილიამსის ბოლო ფილმის პრემიერა შედგება, გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა გუნდი ასტანაში წარმატებით ასპარეზობს. და ბოლოს დღის სხვა ამბები. 10 ივლისს რეჟისორ დიტო მონდიელის დრამა გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს რობინ უილიამსი, ბობ ოდენკირკი, კეტი ბეიკერი და სხვები ასრულებენ. ბულევარდ რობინ უილიამსის ბოლო ფილმია, ცნობილი მსახიობის 63 წლის ასაკში 2014 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა. ასტანაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ნაკრები ბ ჯგუფში ასპარეზობს. ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთანატოლებთან გამართა. ქიმერიძისა და ხარაბაძის გოლებით გოჩა ავსაჯანიშვილის ფეხბურთელებმა ანგარიშით 2-0 გაემარჯვეს და პირველი 3 ქულა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელორუსის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან 1-3 წააგო. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა 3 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს. საერთო ჯამურ-სიაში საქართველოს 26 ადგილს იკავეს. სამბოში ფინალური შეხვედრის დროს ბელორუსმა სპორტსმენმა აზერბაიჯანელი ალიმ გასიმოვის მიმართ, რომელმაც მხრის ტრავმა მიიღო, სოლიდარობა გამოიჩინა და ტატამიდან მხარზე შესმული გაიყვანა. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.